მოგესალმებით ჩვენს სადისკუსიო გადაცემაში. დღეს განვიხილავთ გუგული ტოგონიძის მოთხრობას ბალახის სიმღერას. დიახ, და ჩვენი მთავარი კითხვაც სწორედ ტექსტიდან მოდის. ანუ, არის თუ არა ბალახი უბრალო, უმნიშვნელო მცენარე, თუ მას სინამდვილეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბუნებაში. მე ვიცავ პოზიციას, რომ ტექსტის მიხედვით ბალახი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით კი ეს მოთხრობა გვაჩვენებს, რომ ბალახი სრულიად უმნიშვნელო და დაუფასებელია. თუ დავაკვირდებით, ბევრი მართლაც ასე ფიქრობს, მაგრამ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? აი მოდი პირდაპირ ტექსტის დასაწყისი გავიხსენოთ. ბალახი თავად წუხს საკუთარ ბედზე. ამბობს, რომ ვისაც როგორ უნდა ისე მთელავს. რისი მაქნისივარო კითხულობს. მადლობასად არავინ ეუბნება. კი, ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ, რადგან შედარებით ზუსტადაც. ადამიანების მთელი ყურადღება მიმართულია მსხმოიარე ხისკენ. ხეს უვლიან, ეფერებიან, დარდობენ რომ არ გახმეს, რადგან ბავშვებს ახარებს ნაყოფით. ბალახი კი ამ ფონზე უბრალოდ უჩინარია. ეგ ნამდვილად ასე ჩანს თავიდან, მაგრამ გავიხსენოთ ის მომენტი, როცა ბალახმა ხედ ყოფნა ინატრა. რა მოხდა, როცა მან თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, რომ გაქრა? მიწამფერი იცვალა. დიახ, დედამიწამ უცებ დაკარგა მთელი თავისი ფერები. მიწა მყისიერად ჩანაცრისფერდა და სრულიად უსიცოცხლო გახდა. თითქოს სიცოცხლე გაჩერდა. ეს ხომ პირდაპირ ნიშნავს, რომ სწორედ ეგ პატარა მცენარე აძლევს დედამიწას სილამაზეს. ფერები და სილამაზე, ხო, კარგია. მაგრამ დაფიქრდით მის რეალურ მდგომარეობაზე. ბალახი იმდენად სუსტია, რომ ნებისმიერ ცხოველს შეუძლია მისი გათელვა. ადამიანები კი საერთოდ ვერ ამჩნევენ მას, სანამ რაღაც არ დასჭირდებათ. რას გულისხმობთ ამაში? აი მაგალითად, ბებიები მხოლოდ მაშინ იწყებენ სამკურნალო ბალახის ძებნას, როცა ვინმე გახდება ავად და წამალი სჭირდებათ. დანარჩენ დროს ის უბრალოდ ფეხქვეს არის გათელილი, რაც მისი უმნიშვნელობის მტკიცებულებაა. აქ ერთ ძალიან საინტერესო წინააღმდეგობას ვაწყდებით. ის, რასაც თქვენ გათელვას ეძახით, სინამდვილეში მთელ ბუნებას კვებავს. ბალახის წარმოსახვითი გაქრების შემდეგ რა დაემართა ცხოველებს? ტექსტში ვკითხულობთ, რომ ნახირი მშიერი დარჩა. დიახ, მშიერი ნახირი საწოდავად დალასლასებდა, წყემსი წუხდა, დაღონდა რქებ ბორჯღალა ირემიდა, საბრალო კურდღელი შიმშილისგან მოთქვამდა. ბალახი რომ არა, ყველა ეს ცხოველი დაიღუპებოდა. ყველაზე პატარა ხშირად უხილავი საძირკველია. მესმის ეს მოსაზრება და გეთანხმებით, რომ ბალახს ხვები იყენებენ. მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ მისი არსებობა რაღაცნაირად ტრაგიკულია. ის თითქოს მხოლოდ სხვების გადასარჩენად არსებობს და საკუთარი სიხარული არ გააჩნია. თუმცა, გავიხსენოთ ფეხშიშველა პატარა გოგონა. როცა მან მდელოზე გაიარა და ნამიანი ბალახით გაიხარა, სწორედ ამან დაუბრუნა ბალახს სიმღერის ხალისი, მან ხომ მოუწოდა სხვა მცენარეებსაც. დიახ, ბატკნიყურას და მრავალძარღვას თხოვა თავის აწევა. ზუსტად ეს უკვე მისი შინაგანი სიძლიერეა. ის არ არის მხოლოდ სხვებისთვის, მას თავისი სიმღერაც აქვს. საინტერესოა ამაზე დაკვირვება, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ მოთხრობა ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად დაჩაგრული და სუსტია ბალახი გარედან. მისი არსებობა ყოველდღიურობაში მართლაც დაუფასებელია, სანამ კრიზისი არ დადგება. მე კი ვიტყოდი, რომ სწორედ ამ გარეგნული სიმცირის მიღმა იმალება ბუნების გადამრჩენელი ძალა. პატარა ბალახის გარეშე ვერც ცხოველები იცოცხლებდნენ და ვერც ადამიანები იმკურნალდებდნენ. ორივე ხედვას აქვს თავისი მყარი საფუძველი, ვფიქრობ, მკითხველზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს დაინახავს უფრო მკაფიოდ. ნამდვილად. მართალია, სხვადასხვა კუთხით ვუყურებთ საკითხს, მაგრამ ერთ რამეში ვთანხმდებით. ჩვენმა მსმენელებმა თავად უნდა წაიკითხონ ტექსტი. დაფიქრდით, რას ნიშნავს სინამდვილეში, როცა ხარ პატარა, მაგრამ აკეთებ დიდ საქმეს.